ევას და გველს შორის. რაიმე ჩხუბის ელემენტებს წააწყდებით იქ? რაიმე პირადულ უხეშობას ევაზე ან ძალადობას ქონდა ადგილი? არამც და არამც. თუ დააკვირდებით, იქ ლამაზად მოხერხებულად უფლის სიტყვის ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ განაწყობს ევას გველი. მართლა გითხრათ უფალმა? ასე. არა, ევა ესე პასუხობს. არა, ესე კი არა, ესე გიპასუხა. იმანაც რაღაცა მიამატა მოამატა. მე გაოცებული ვარ ხოლმე იმ ხალხით, რომელსაც ხშირად შეხვდებით ხოლმე ქუჩებში, იაღვას მოწმეებს ეძახიან. და როდესაც მოსულან ხოლმე და დაუწყიათ ჩვენთან, რავისი პრაქტიკას გადიან, უნათ ბრძოლის უნარიანობას გამოხატავენ, რომ ჩვენზე უნათ რომ ცადონ თავიანთი ცოდნის ის და რა ხედავენ რომ მარცხდებიან და ახლა ჩვენ გადავდივართ კითხვებზე და უსვამთ და ვამტკიცებთ რომ ქრისტე არის განკაცებული ღმერთი, რომელშიც არის ხსნა და გადარჩენა. აი აქ უკვე ფერხდებიან, იმიტომ რომ წმინდა წერილები მათ თვალწინ არის და მათ ამის იგნორირება აღარ შეუძლიათ. იცით რა საკეთებენ? იცით რა არის ჩვენ ეს საკითხი ბოლომდის არ გვესმის და წავალთ და ჩვენს წინამძღოლებს შევეკითხებით. კარგი თვისება, ხალხო. მე არ ვიტყვი რომ მათ კარგი წინამძღოლები ყავთ ან რაღაცა, მაგრამ მათი მოწაფეები რაგი შენმა სიტყვებმა შეაეჭვა, წავლენ და ვიღაცას ეკითხებიან თავიზე უფრო გამოცდილს, რომელიც სამწუხარო ჩვენს ეკლესიებში თანამედროვე ახალ თაობას არ აქვს. მიდიან და როგორც ევა გველს ეხუტებიან. ევა რო წასულიყო და ადამიანისთვის ეთქვა რომ აი ესეთი დიალოგი ისაქნა, რა ვქნათ, შევჭამოთ ეს აკრძალული ხის ნაყოფი. მაშინ ადამიანი ეთქოდა რომ ზდეკ. გაჩერდი. იმიტომ რომ ლიდერი ის იყო, მაგრამ ის ლიდერთან არ წავიდა, თავად გადაწყვიტა. თავად ამოირჩია პურის მაამებელი, ლამაზად ნათქვამი სიტყვები, რომელსაც თვითონ ქალად აგრძნობინა თავი. ქალების საწინააღმდეგოდ არაფერს არ მომხდარა. და ჩვენ დავინახეთ ეს ცუდი შედეგი. იმის თქმა მინდა რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იოანეს გვეუბნება, რომ წუთის სოფელში შემოვიდა მაცდური, რომელიც არ აღიარებს ქრისტეს. ხორციერად მოსულ ქრისტეზეა საუბარი, რომელიც განკაცებაზე და რომელიც არის ღმერთი, რომლის სახელითაც აგვაქვს ხსნა და გადარჩენა. მაგრამ ამ რწმენას დაცვა სჭირდება და გაფრთხილება სჭირდება. ისტორიას თუ გადავხედავთ, ქრისტიანები იდევნებოდნენ. ჯვარზე აკრავდნენ რწმენის გამო, იმიტომ რომ რომის მმართველებსა და იმპერატორებს თაყვანს არცემდნენ, მათ კერპებს არ ეთაყვანებოდნენ. უამრავი მსგავსი ისტორიის მოყოლა შესაძლებელი. მაგრამ ერთ დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ქრისტიანობა დაღმად დაეშვა. იმიტომ რომ გამოცხადების წიგნში პირველ მეორე თავში აღშკარად წააწყდებით იმას, როცა უფალი ამხილებს თავის ეკლესიებს შესაწინააღმდეგო ეს მაქვს უთხრა ეფესოს ეკლესიას სტაკარგე პირველი სიყვარული ლაოდიკიას უთხრა მოგგანთხევ ჩემი პირიდან თუ ამას არ გამოასწორებ. მაგრამ ის ტერმინი რაც თანამედროვე ქრისტიანებში დამკვიდრდა რომ ადამიანმა თუ კი ერთხელ იწამა ქრისტე მას დახსნა მიიღო, მას არასოდეს აღარ დაკარგა. მე ერთხელ გამახსენდა ადრეს მონაპოლი მაქვს თქვენთვის. ეს იყო წლები აღარ მახსოვს. იცით თქვენ დოლარი გამახავთ ყველას. არის ესეთი $20 და მასზე ახატია ვინმე იმ პერიოდის პრეზიდენტი, ერთ-ერთი პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი, ყოლიათ პრეზიდენტი. აი მაგის პერიოდში 1800 რა ვიცი რომელიღაცა წლებში, როცა ეს კაცი პრეზიდენტობდა, მან გამოსცა ბრძანება, რომ სიკვდილ მისჯილები
შეეწყალებინათ და გაეთავისუფლებინათ. პრეზიდენტებს აქვთ ამისი უფლება, იცით? ენიჭებათ რაღაცა პერიოდში ხოლმე მათ შეუძლიათ რომ შეწყალება გამოსცენ. და ის მკაცრი კანონიც კი უძლური არის რომ დანაშაულისთვის მას სიკვდილი აქვს მისჯილი ან სამუდამო ციხე ამ ბრძანების მეშვეობით გაანთავისუფლოს. მოხდა ისე რომ ერთ-ერთ სიკვდილ მისჯილს როცა მიუტანეს ეს ამბავი რომ პრეზიდენტმა შეგიწყალა და შენ თავისუფალი ხარო, იცი რა გააკეთა? არ მჭირდება თქვენი თავისუფლება და არ მჭირდება თქვენი შეწყალება. მაშინ რა გაეკეთებინა? რიგით მოსამართლეს უკვე აღარ იცოდა. ხელში უჭირავს ბრძანება, რომ შეწყალებულია ეს პიროვნება, მაგრამ ამ შეწყალებაზე უარს ამბობს სიკვდილ მისჯილი. ამიტომ უზანაეს სასამართლოში იქნა გადამისამართებული ეს ყოველივე. იმიტომ რომ რიგითმა მოსამართლემა ეს საკითხი ვერ განიხილეს, ვერ გამოიტანეს განაჩენი, რა გაეკეთებინათ არ იცოდნენ. ამიტომ უზანაესმა სასამართლომ მიიღო ასეთი დადგენილება. ვინაიდან რაკი სიკვდილ მისჯილი უარს აცხადებს ამ შეწყალებაზე, მაშინ ის პირველი განაჩენი, რასაც ქვია სიკვდილი და ჩამოხრჩობა, თუ როგორც არის, ისევ ძალაში რჩება. გაიყვანეს და ჩამოხრჩეს. მადლი მოვიდა წუთის სოფელში. ღირსა ხსნა უფალმა, როგორც ჩვენ ვიცით, ნაზარეთში მისი პირველი ქადაგება სწორედ ის იყო, როცა ესაია წინასწარმეტყველი სიტყვები წაიკითხა, რომ უფლის სული ჩემზე არისო. ყვეთათვის ბორკილების ასახსნელად, თავისუფლების და შეწყალების წლის გამოსაცხადებლად მოვედი მეო. და 2000 წელი ეს შეწყალება მადლი ღვთისა და სიყვარული ძალაშია. მაგრამ ისმება კითხვა, რა კი მადლი და წყალობა არის მოსული. ნეტავ ყველაზე მოქმედებს? ალბათ დაგვებადება კითხვა. მოქმედებს მათზე, ვინც ამ სიკეთეს მიიღებს, მადლობას შესწირავს და გამოიყენებს. ვინც არადა, ისევ ძველ ცოდვებში რჩებიან. ქრისტემ ერთხელ ასეთი რაღაც საყვედური უთხრა მოწაფეებს, რომელიც თქვენც კარგად იცით. ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო. მაგრამ ყველა კი არ შევა სასუფეველში. შევლენ ისინი, ვინც შეასრულებენ ჩემი ზეციერი მამის ნებასრულის და მისი ზეციერი მამის ნებასრული იყო ის, რომ გაისმა ხმა ზეციდან და ამბობდა, ეს არის ჩემი საყვარელი ძე, უსმინეთ მას. მარტო მოსმენა კი არ არის, ვინც ისმენს და ასრულებს. მოწაფეებს უსაყვედურა, კი მეძახით უფალო, მაგრამ იმას კი არ აკეთებთ, რასაც მე თქვენ გეუბნებით. მაგრამ თანამედროვე სატანურმა მიდგომამ დაარწმუნა თანამედროვე ქრისტიანები, რომ მათ აღარაფერი აღარ აკეთონ ქრისტესთვის, სიკეთისათვის, პატიოსნებისათვის დრო აღარ გამოყონ, რათა ქრისტეს სახელი განდიდეს. დაამშვიდა, რომ თქვენ დახსნილები ხართ და ამას ვერასოდეს ვეღარ დაკარგავთ და მიდით აკავდით თქვენი ცხოვრებით, თქვენი საქმით, აგერ კვირა დღეს გამოცხადდებით ეკლესიაში და დიდება უფალ შეძახეთ. რას ამბობს ქრისტე? თქვენ ბევრი ნაყოფი უნდა გამოიღოთ. ყველას თავის ნიჭის და მიხედვით მოკითხავს უფალი მერე. იმ მადლსა და წყალობას შენ რომ მიიღე, რა გააკეთე დანარჩენი ხალხისათვის შენ? იმიტომ რომ მან დაუტოვა მოწაფეებს ასეთი რამ, მე რო წავალ, თქვენ ჩემზე მეც გააკეთებთ. გესმით, გააკეთებთ კიდევ გიმეორებთ. იმიტომ რომ თვითონ იაკობმა თქვა, რომ ეს რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. შენ გააქვს რწმენა, ამბობს იაკობი თავის წერილში. გააქვს რწმენა, კარგშვრები, იცი რომ ეშმაკსაც აქვს რწმენა და შიშით კანკალებს. ისმება კითხვა, რა ჯანდაბა კანკალებს ეშმაკს. მაშინ თუ რწმენა აქვს და თურმე რწმენა გარანტია. ჯილდოსავით ფურცელი უდევს, დახსის ფურცელი ქონია რწმენა. გეკითხებით რაღა აკანკალებს. ვაი ჩვენ თუ გვაქვს რწმენა და ქრისტეს ხსენებაზე გვაკანკალებს. მაშინ ისმება კითხვა, რაღაცა ვერ არის ჩვენი საქმე კარგად. თურმე ჩვენი რწმენად არ რჩება, მაგრამ ის, რასაც
მათე სახარების მეხუთე თავი ვეუბნება, რომ თქვენ უნდა იყოთ ნათელი ამ წუთის სოფლისა. თქვენში უნდა ხედავდნენ კეთილ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია. ყველა თვითეული პატარა წვრილმანიც კი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ წუთის სოფელში, ყველაფერზე ეძახის უფალი, რომ ყველაფერს ღმერთის სახელის ადიდებლად უნდა აკეთებდეთ. პავლე მოციქულს კი ბატონო, მან თქვა, რომ რწმენით ვართ დახსნილი და ეს ღვთის მადლია. ჩვენ ვერაფერს ვერ მოვქმედებთ განსაკუთრებულს, რითაც ჩვენ ღვთის სამართალს რომ თქვენ ჩვენ პირად სიცოცხლეს გამოვისყიდათ. ჩვენთვის აგერს მოკვდა პიროვნება, რომელმაც ხსნა მოგვიტანა და ეს არის უფალი იესო ქრისტე. მაგრამ თუ ის ჩემთვის მოკვდა, აბა მას მოусმინო, უფალო, რა გავაკეთო, რომ ეს მადლი და წყალობა დაგიფასო. ის გვეუბნება, რაც უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ, არა თუ მარტო რომ მოკვდა ჩემი ცოდებისთვის, მაგრამ როდესაც უფალსაც სჭირდები, შენ არ აქვს ძალიანისთვის. რა რწმენაა ეს? თუ შენი და ძმა მშიერია, მწყურვალია, რამე აკლია და შენ მიხვალ და ეთქვი, აი უფალი მოგცემს გასაზრდოებს უფალი, ხოლო სხეულისთვის საჭიროს არაფერს მისცემს. რა აზრი აქვს ამისთან რწმენას? რის მომტანია ეს რწმენაო, ხო? ასე რომ იაკობიც კი ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული სწორედ ამას ესე განმარტავს, რომ თუ ქვია ქრისტიანი, შენი ეგრეთ წოდებული შენი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს სიკეთის ქმნა. და თუ სიკეთის კეთებითა და შენი მოწესრიგებული პატიოსანი ცხოვრებით არ ახარ დაკავებული, ვერ იქნები ნიმუში სხვებისთვის, ვერ იქნები ნათელი ამ წუთის სოფლისთვის. იგივე პავლეს, რომლის ამ ერთ ციტატას ჩაეჭიდნენ ის ქრისტიანები, რომელთაც სურთ რომ აღარაფერი აკეთონ გაჭირვებულებისთვის, ქრუებისთვის, ობლებისთვის, ღმერთის სახელის გდიდებისთვის, იმიტომ რომ მათ პირადი ცხოვრება აქვთ და მხოლოდ გიგიწეღა როგორც ვთქვი, მარტო დღესასწაულებებზე და კვირა დღეს ახსენდებათ, რომ ქრისტე არსებობს. ერთი იგავი უნდა წაგიკითხოთ ამის გავშევ. ვინაიდან ეს კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუთხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს 5 ტალანტი მისცა მეორეს, 2 სხვას 1. თვითეულს მისი უნარის და მიხედვით და წავიდა. 5 ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა 5 მოიგო. ასევე 2-ის მიმღებმაც 2 კიდევ სხვა მოიგო, ხოლო რომლემაც 1 მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოკითხა. მივიდა 5 ტალანტის მიღების და სხვა 5 ტალანტიც მიუტანა და უთხრა, ბატონო, 5 ტალანტი რომ ჩამაბარე, სხვა 5 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას ბატონმა, კარგი კეთილო და ერთგულო მონავ, მცირეზე ერთგული იყავი და მრავალზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა 2 ტალანტის მიმღები და უთხრა, ბატონო, 2 ტალანტი რომ ჩამაბარე, სხვა 2 ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა, კარგი კეთილო და ერთგულო მონავ, მცირეზე ერთგული იყავი, ერთზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ისი რომელმაც 1 ტალანტი მიიღო და უთხრა, ბატონო, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ, იმ კი სადაც არ დაგითესავს და კრებს, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დაფლე შენი ტალანტი და შენვე გქონდეს. მიუგო მას ბატონმა, მას პასუხად, ბოროტო და ზარმაცო მონავ, შენ იცოდი რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლის მოვაჭრეებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემს სარგებლითაც მიიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით 10 ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველა მიეცემა და დაუხავდება, ხოლო უკონეს ისიც წაერთმევარაც აქვს, ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში, იქ იქნება მოთქმა და კვილთა ხჭენა. ყველას თვითეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია ჩვენი ნიჭი. როგორც მინდა წერილში გვეუბნება პავლე, ყველა ჩვენი ნიჭის და მიხედვით უნდა ვემსახუროთ უფალს. პავლეს წერს, რომ თუ ვინმე სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, იგი სწოდავს.
ეს ყველა შეგვიძლია. იმის და მიხედვით ვის რამდენი შეგვიძლია, გესმით? ვიღაცას 5-ის გაკეთება შეგვიძლია, ვიღაცას 3-ისა, ვიღაცას 1-ისა და 1-ის მქონეც კი, რომელიც სურს რომ თავისი სიკეთე, თავისი რწმენა არ გამოამზეუროს და ეგოისტურად შეინახოს და აი მე თავი ქუჩში მოვდგეს, ჩვენ ხედავთ ბატონის უფლის დამოკიდებულებას, რას ამბობს? ეს საზიზღარი მონა, ეს ეგრეთ წოდებული ზარმაცი მონა, გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. ეხლა ისმება კითხვა, სად არის ის მადლი და წყალობა, რომელიც აი ამას, აი ამ განკუთვნილ ეგრეთ წოდებული გარანტირებული ტალანტის რაკი ხელში ეჭირა და საქმე ქონდა, რომ ღმერთთან ქონდა, რომ ყველაფერი რიგზე აქვს. ებრაელთა წერილში გვაქვს ერთი ასეთი ქვეთავი ებრაელებზე დაწერილი, რომ ეგონათ რომ იდგნენ, მაგრამ დაეცნენ. ეგონათ რომ იდგნენ, მაგრამ დაეცნენ. მიზეზი ამისა რა იყო? რომ ეგონათ რომ ღმერთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, იმიტომ რომ მათი წინაპარი აბრაამს ღმერთი ელაპარაკებოდა, მოსეს ღმერთი ელაპარაკებოდა და ეგრეთ წოდებული ეს კავშირი სრული გარანტია იყო, რომ დანარჩენზე ავტომატურად გავრცელდებოდა. ეს არის თავის მოტყუება. თავის მოტყუება ისიც რომ მხოლოდ და მხოლოდ რომ დაიჯეროთ რომ ღმერთი გწამთ და აღარაფერი აღარ აკეთოთ. ბოლო დროს რას ამბობს უფალი? და როცა მოვა კაციზე თავისი დიდები და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაждდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთს მეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს მარცხნივ. მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ, მოდით მამაჩემის კურთხევნო დაიმკვიდრეთ წუთი სოფლის დასაბამიდან თქვენთვის განგზადებული სასუფეველი, ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, წყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემოსეთ, სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ. მაშინ მართლები ეტყვიან მას პასუხად, უფალო, როდის გიხილეთ ჩემ მშიერი და დაგაპურეთ, ან წყურვალი და გასვით, ან როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ, ან შიშველი და შეგმოსეთ, როდის გიხილეთ სნეული და ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ. მეფე მიუგებს მათ პასუხად, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რაც კი გაუკეთეთ ერთ ამ ჩემ მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ. მაშინ იმათაც ეტყვით მეორე კატეგორია ადამიანები, სიმბოლურად თხები, ვინაიდან მშიოდა და საჭმელი და არ მომეცით, წყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემოსეთ, სნეული ვიყავი საპყრობილეში არ მომინახულეთ. მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად, უფალო, როდის გიხილეთ მშიერი, წყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ, მაშინ მიუგებს იგი პასუხად, ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ არაფერი არ გაუკეთეთ არც ერთ ამ უმცირეს თაგანს, არც მე გამიკეთეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალი საუკუნო სიცოცხლეში. იცით რომ ეს სიმბოლურად უფლის ეკლესიას განასახიერებს? ერთნი რომელნიც ისმენენ და ასრულებენ, ხოლო მეორენი ისმენენ, მაგრამ თავიანთი პირადი საზრუნავი, ცხოვრებისული საზრუნავი მათში კლავს ამ რწმენას. და ბოლო დროს და ბოლო ჟამს პასუხი არის მკაცრი უფლისგან. წადით, გამშორდით, მომციდით. უფალს უფრო რთული სიტყვებიც აქვს ნათქვამი, რომ გადაყარეთ ისინი გარესკნელის ბნელში, იმიტომ რომ ერთ-ერთი იგავი თქვენ იცით სამეფო სუფრაზე. როცა მეფე მეგობრებს დაუძახა. სიტყვა მეგობარში იგულისხმება ის, რომ იცით რა ტიტული არის სიტყვა მეგობარი? რომ მისთვის დაფარული, დამალული, რომ აღარაფერი აღარ არსებობს. ამიტომ ცოტა გონსულა მოვიდნენ ის ადამიანები, ვინც რჩებიან ეკლესიაში, ვინც უფლის შვილებად მიაჩნიათ თავი და არაფერს არ აკეთებენ. იმიტომ რომ ასეთი რწმენა განიკითხება. უფალი განიკითხავს. ჩვენ უბრალოდ ვახსენებთ. ნუ გაჩერდებით. აკეთეთ უფლის სახელის ადიდებლად ყოველივე და ღმერთის ყველაფერს დააფასებს. ყველაფერს
შეგიფასებთ დადებითად და ის რწმენა და მადლი შენ რომ მას უფასებ აი სწორედ ამაში ვლინდება და გამოჩნდება რწმენა სჭირდება გაფრთხილება ქრისტიანობა სჭირდება მოვლა და პატრონობა ჩვენ ხელში არის დიდი განძი რომელსაც სჭირდება დაცვა რა თქმა უნდა მე და თქვენ ვერ გავაკეთებ და ვერც დავიცავთ იმიტომ რომ ქრისტეს გვეუბნება უჩემოდ არაფრის გაკეთება შეგიძლიათ სიკეთის კეთება გვინდა უთხრათ უხალო მინდა რომ რაღაცა გავაკეთო აკურთხე მოიტეს გაკეთებული სიკეთე მინდა რომ შენი სახელი განდიდეს რომ ერთი მზად არის ეს გააკეთოს და თუ ამას არ ვაკეთებთ და ჩვენი პირადი საფიქრალი და საზრუნავი უფრო მაღლა გვიდგრას ჩვენ ზრწმენას რა ემართება და ჩვენს ღმერთთან ურთიერთობას რა ემართება წაიკითხეთ იგავში როცა ხორმბლის მარცვალზე არის საუბარი გახსოვთ ჯაგნა ეკალბარდში ჩავარდნის რა ხდება რომ მოაშთო ეკალბარდმა უნაყოფო ნიადაგზე დავარდნილი რა ხდება ცოტა ხანს გამოიდგავს ფერს მაგრამ მე ფერს აღარ იდგავს და დაწუნებული მზე აშთობს მასში ეს და იღუპება ისიც ხოლო პოხიერი ნიადაგი მინდა რომ გავხადოთ თვითეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი რწმენა ჩვენი გული რომ ყველა დადებითი თვისებებით იყოს შემკობილი ქრისტეც ამბობს რომ თუ მე გიყვარვართ იმას გააკეთებთ რასაც მე ვაკეთებდი ხო და ვაკეთოთ და ჩვენი რწმენაც გამართლებული იქნება მაშინ მადლი ღვთისა 100%-იანი იმუშავებს მე ჩვენზე 100%-იანი იმუშავებს იმიტომ გულისხმობ რომ მაშინ უკვე გვეპატიება ჩვენ ცოდვა და ჩვენ ვიწოდებით უკვე ღვთისშვილებად და მაშინ უკვე იესო ქრისტეს ის სიტყვები არის ამოქმედებული რომ ჩემ შვილს ვეღარავით წამლეწყელდა რატომ იმიტომ რომ შიოდა და დამაყურეთ წყურო და წყალი დამალევინეთ ვინც ერთ ამ უმცირესთაგანს იესო ქრისტეს სახელით უკეთებთ გააგრძელეთ ესე და უფლის შვილობა გარანტირებული გაქვთ და კიდე გიმეორებთ ვერც აგლეჯ სატანა მერე უკვე ხელიდან ვერასოდეს ამიტომ გაუფრთხილდით ამ რწმენას რომ არ დაკარგოთ როგორც წერს იოანე თავის მეორე წერილში რომ არ დაკარგოთ ის რაზეც ამდენი ხანი გიშრომიათ რათა მივიღოთ სრული საზღაური თურმე გაფრთხილება ყოფილა საჭირო გაფრთხილება და გაფრთხილება და დაცვა შესაძლებელია მხოლოდ რომ ვიყოთ სულ მუდმივ ფორმაში იგულისხმება რომ აი როგორც პირველ ფსალმუშია რომ ნეტარია კაცი ვის დღე და ღამე უფლის რჯულშია მაშინ უკვე ფორმაში ხარ ვინც არ უნდა მოვიდეს რაც არ უნდა მოვიდეს თუნდაც მოვიდეს გლის ეგრეთ წოდებული ცხრის ტყავში გადაცმული მგელი ჩვენ იოლად გამოვიცნობთ ჩემი ცხარი ისმის ჩემს ხმას სხვას უცხოს არ გაყვება ამბობს უფალი და თუ არავინ აღარაფერს აღარ აკეთებს ესე იგი სხვის ხმას გაყოლია აკეთეთ სიკეთე ხალხო როგორც პავლე წერს რომ და ვაკეთოთ სიკეთე განსაკუთრებით მათ ვინც ჩვენიანი ერთმანეთში უფალმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ ხალხო თქვენი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს სიკეთის კეთება უფლის სახელის სადიდებლად ამინ